ლიკვი რომ მუშაობდით ფეთქებად მოძრაობაზე, როგორც დაცვისას, ისევე შეტევისას. ეხლა მოვედით იმ ნაწილთან, რაც ითვალისწინებს დაცვას. ერთ-ერთზე ხშირად თამაშობთ, მაგრამ ერთ-ერთზე თამაში როგორ უნდა დავიწყო, ეგ არ ვიცი. ხო არის ვარიანტი, როცა მწვრთნელმა დამიძახა, რომ მივედი სწრაფად, აღარ მივაღებინო, ან გაოჩერდე და სწორი პოზიცია შევარჩიო. ეს ის მომენტია, როდესაც ჩვენ გვინდა რომ ჩვენმა მეტოქემ პირველი რომ იღო, მეორე აღარ შეეხოს. მაგალითად, საბა და დათი არიან გუნდელები. მე ვარ მოწინააღმდეგე. ჯიში არის ჩემი მწვრთნელი და მეუბნება რომ აი საბა რომ მისცემს ჩემს კაცს დათის, ერთი მიიღოს და მეორე აღარ მიაღებინო. აბა მიეცი. დათიმ ერთი მიიღო. ეხლა რო ავიდე, დათი მე ხომ მომატყუებს. ან მისცემს ცეობას. დაუბრუნე უკან, ნახე რა დროს უნდა ავიდე, როცა ბურთი გზაშია. მიეცი. ერთი და უკვე მეორე შენთან ვარ. ხედავ? რამხელა განსხვავება? შესაბამისად, აქ მინდა გავაკეთო ის 4-5 მეტრიანი არც აჩქარება პასის მერე, რომლითაც მე აი მივეცი დათის და სწრაფად ამოვედი. всё, ერთი მიიღო და უკვე ვიცი რომ მეორეს მე ვაკონტროლებ. თამაშზეც პატარა ზეწოლა იქნება თუ არა, აი უბრალოდ მინდა რომ აი აქ ვაგზნობინო დათის რომ აქ ვარა და მარტივად ვერ გამწდება. თორე დათის თუ მე ამ ხელა სივრცე მივეცი ყოველი მიღების დროს, ამან უკვე იცის თან დამიმუღამებს ისეთ ფეხბურთელია მარჯვენაზე გაისწორებს შეაძვრენს გამჭოლ გადაცემას ან მომატყუებს ოხერია ეს კი იცით როგორ გადმოვიტანე ხან ვარჯიშს 60 კუთხეში მისცემ თუ არა დემე პას ადგილზე გაიჩერე არ წაიღო უბრალოდ ვიცოდე რომ აი მოგეცი და შენთან უნდა მოვიდე მივეცი თუ არა აი სწრაფად всё აი აქ ვარ ეხა შენს გაისწორე მიეცი და ანალოგიურად სწრაფად მიდი და გავუჩერდი ბურთს ვინც გავიჩერებთ ვინა რომ გავაჩეროთ ადგილზე რომ ჩემთან დაცვა ვინც მოდის ვაგზნობინო რომ აი მეორე შეხება რომ ყოფილიყო რას იზავდა კაი ანუ საპ შორეულ ფეხზე კი სწორია და მიგაქვს, მაგრამ არ წაიღო, უბრალოდ ადგილზე გააჩერო, შენამდე მოვიდეს დათი და დასტოპდეს, კაი?